გამარჯობა, ეთერში ვართ საღამომშვიდობისა პატივცემულებო. დღეს ოთხშაბათი დღეა და მე და ბატონი ოთარიჩითანავა გაუძღვებით ეთერს. ტელემაყურებლებს. კი ბატონო, ძალზედ სამწუხარო ამბებია, არილევა ეს ტრაგედიები. მე გულისხმობ სულ ეხლა ხანს ძალიან კარგი ადამიანის პიროვნების პატრიოტი ერთგული კაცის და მამულიშვილის პროფესიონალის თავისი საქმისა გარდაცვალების ფაქტს ეს გახლდათ ნიკოლოზ ნიკაგელაშვილი რკინიგზის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი დირექტორი, ხელმძღვანელი ალბათ ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი მართლა ნათელი წერტილი მთელს სახელმწიფო გუნდში და მე დიდ სამძიმარს გამოვთქვა პირველ რიგში ოჯახის მიმართ, ყველა ადამიანის მიმართ, ვინც მას იცნობდა, შენს მიმართ ჩემო ოთო რა თქმა უნდა ისამძიმებდა გადმოვალ სიტყვას. გაიხარე, მოგესალმებით, მივესალმებით ელემაყურებლებს და რადიომსმენელებს. მართლა ცუდი ამბით გვიწევს ამ ეთერის დაწყება, იმიტომ რომ კიდევ ერთი მართლა მაგარი კაცი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ, ნიკა გელაშვილი და ამ ამბავმა ლამის მთელი სოციალური ქსელი ააფეთქა, იმიტომ რომ რა ვიცი, გულში ლახვარივით მოხვდა ყველას, ვინც იცნობდა ამ არაჩვეულებრივ ადამიანს, ან გაუგია მისი კაი კაცობის შესახებ და ნიკა მართლაც მთელ ქვეყანას დააყდა, იმიტომ რომ ბევრ მაღალ თანამდებობებზე იყო თავის ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში და მას არასდროს არ უსარგებლია ამ თანამდებობებით და ძალიან მოგრძალებულად ცხოვრობდა და მომხვეჭელობაზე არასდროს არ უფიქრია. ეს ყოველთვის ცდილობდა ამ ცხოვრების სიკეთეები მიეღო ისე, რომ ეს არ ყოფილიყო მართლაც დაკავშირებული რაღაც დიდ ხარჯებთან და ჩვენმა ქვეყანამ სამწუხაროდ ერთდროულად დაკარგა უნიჭიერესი და უერთგულესი ამ ქვეყნისადმი უერთგულესი ადამიანი და ბოლო დროს სამწუხაროდ გული აწუხებდა და ვერც გადაწყვიტა რომ რაღაც ოპერაცია გაეკეთებია და ასეთი უბედურება დაატრიალდა და ოიხსენიოს უფალმა მისი უკდავისული ბედნიერია ის ადამიანი, რომელმაც იცის რომ ვიღაცას უყვარს, მაგრამ ნიკა გელაშვილი ისე წავიდა ამ ქვეყნისგან, რომ ვერც გაიგო, რომ ეს ვიღაც უამრავი ადამიანი იყო და ჩვენ ხედავთ კიდევაც რაც ხდება სოციალურ ქსელში და არ ვიცი. ასეთი ადამიანები არ კვდებიან მგონი, ისინი რჩებიან ჩვენს მეხსიერებაში, როგორც ადამიანობის სიკეთის, რა ვიცი, კეთილშობილების და ერთგულების სიმბოლო და მართლაც დასანანია, რომ ასეთი ახალგაზრდა ადამიანი დააკლდა ჩვენ ქვეყანას. ნამდვილად, უფალ ნათელი მის სულს უფალმა გაანათლოს. მეგობრებო, გრძელდება რა თქმა უნდა ცხოვრება. გრძელდება არა ისე, როგორც თითოეულ ჩვენთაგანს და საერთოდ თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს წადია და მოლოდინიც აქვს. რამოდენიმე ბრიფინგი იყო ახლა სახელმწიფო წრეების ასე ვთქვათ მონაწილეობით. კობახიძეს გულისხმობ პირველ რიგში, ინტერვიუ იყო, კომენტარები იყო, რა თქმა უნდა. კობახიძის ეს ყველა ასე ვთქვათ პერფორმანსი თუ რა ვიცი რაც კიდათ გნებავთ ის დავარქვათ დატვირთული იყო იმ ნარატიული იდეოლოგიით რომელიც მხოლოდ და მხოლოდ deep state-ის შესახებ ყველა თქმულს იმეორებს ჩემო ოთარ და ამატებს ისევე რა თქმა უნდა ის ბრძანებს ხო ამბობს კობახიძე რომ deep state-თან მომუშავე ასე ვთქვათ აგენტებს რომლებიც ექვემდებარებიან მათ და მათ ბრძანებებს ასრულებენ ჩვენს ეკონომიკასაც ძირს უთხრიანო და რა თქმა უნდა სახელმწიფოებრიობას იცით რა მინდა ვთქვა პატივცემულებო საერთოდ ეკონომიკას deep state-ი ძირს უთხრის და ამ თან პარალელურ რეჟიმში
ბრძანებს რომ რუსოფობიის წინააღმდეგი ლაშქრებს პატივცემული პრემიერ-მინისტრი. როცა თვითონ არიან შეპყრობილნი დიპსტეიტოფობიით, პატრიოტოფობიით, პატრიოტი ეროვნული ცნობიერებისა მათ ეშინიათ. ეს თვითონ თქვეს, თვითონ ბრძანა. საერთოდ ფობია როგორც ასეთი. რა თქმა უნდა პათოლოგიაა, რა თქმა უნდა სნეულებაა, გამოხატულებაა, ნერვოზული სახეობაა, ფსიქიური აშლილობის ერთ-ერთი გამოვლინებაა და მრავალფეროვანია ფობიები საერთოდ. ასე რომ თლად იაფფასიანი, ასე ვთქვათ, იმდენად იაფფასიანი ტრიუკი იყო ეს და ასე ვთქვათ, მართლაც გათვლილი ხელისმოთმობისათვის, რომ რაღაც ფაქტები მოხდა, იქ ბედოვლათი ბარამიძის სიტყვები, იქ სხვადასხვა მოვლენები გამოიყენეთ და უფრო მაგარი ურაპატრიოტები გახდით თუ რაშია საქმე. რომელ რუსოფობიაზეა საუბარი, როცა ქართველოფობია გჭირთ, თქვენდალოცვილებო. თან ბრძანებს რომ გეორგიევსკის ტრაქტატის დროსო ოთარ გეორგიევსკის ტრაქტატი რომ დაიდო, ესე იგი ამ პერიოდში ერეკლეს მეფობის დროს, ესე იგი არც ერთი პუნქტი არ დაურღვევია რუსეთს. აბსოლუტურად არც ერთი პუნქტიო და სააკაშვილის პერიოდში დაგვაფხრიწეს თავზე ყველაფერიო. თქვენ დალოცვილებო, წაიკითხეთ, კაცო. წაიკითხეთ თუ რა ვიცი, არ ყოფნით შესაბამისი ინტელექტი, უпростоრად შემეცნება და ცოდნა იმ საკითხებისა, რაზეც საუბრობთ. ჯერ ერთი გეორგიევსკის ტრაქტატი 1793 წელს დადებული, მალევე დაირღვა. იქ მფარველობა კახეთის აღებული ქონდა რუსეთს. შიდა ავტონომიის უფლებების პატივისცემით და სრული დაცვით, რა თქმა უნდა. და სამეფო კარის წესრიგში და განგებულებაში ვთქვათ ასე, არა ხელის ფათურით. ასპინძის ომიც კი, ასპინძის ომში, როცა რუსებს მოელოდა, დიდი გმირი მეფე ჩვენი ერეკლე მეორე, რა ვიცით ჩვენ რომ არანაირი დახმარება არ ჩანდა და მარტომ, რა თქმა უნდა, ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა ერეკლეს თაოსნობით და მისი დიდი გმირობით და თავდადებით, რა თქმა უნდა, ასპინძის ომშიც ქართველებმა. დიახ, არანაირი, აი მყალბი მოლოდინით. აი ეს დარღვევა არ არის? ან დარღვევა არ არის 1795 წელს, როცა აღა მაჰმად-ხანი შემოვიდა საქართველოს თბილისში და რა დღეში ჩავარდა სრულიად საქართველო და როცა ასევე იყო მოლოდინი რუსის ჯარისა. ეს ნაკისრი ვალდებულებებზია საუბარი და არა ილუზიებზე პატივცემულებო. და ეს არ არის კობახიძეს მიმართავ დარღვევა? კონი კობახიძე რეკავს და კობახიძე თუ რეკავს ზარი შემოუშვით ეთერში. დიახ, ზარია ეთერში, მობრძანეთ. ალო. გამარჯობათ. გამარჯობათ. დიახ, ეთერში. არქივი არ ამუშავებს თქვენთან. რატო? თქვენ რადიო, თქვენ საიდან გვირეკავთ ახლა, რომელი რაიონია? მუხრანიდან გვირეკავთ. მუხრანიდან გვირეკავთ და რადიოში გვისმენთ? არა, ტელევიზორში, მაგრამ ჩავთვლე არხი არ ამუშავებს ობიექტი. დიახ, თქვენ თუ გვეკითხებით თუ რატომ არ ვრცელდება სრულიად საქართველოზე ისე როგორც ვრცელდებოდა, ამის მიზეზი ჩვენ არაერთ გზის ვთქვით, თუ ვინმე ყადაღდება, თუ ვინმეს ხელფეხი შეკრული აქვს დღევანდელობაში ტელევიზიებს გულისხმობ ხელისუფლებისაგან არის უპირველეს ყოვლისა ობიექტივის ტელევიზია, ეს მართლაც საჯარო და მართლაც სახალხო ტელევიზია. ხომ, ხალხის არხი თუ შეიძლება ითქვას. ანუ მიზეზები სწორედაც ჩვენს მიმართ განვითარებულ წნეხშია და იმ
ეკონომიკურ არამდგრადობაში, რითაც არ გამოირჩევა ობიექტივი. დიახ, გააგრძელეთ, აბა რა გსურდათ გეთქვათ. სხვა ზარია მე მგონი, არა. დიახ, შემოუშვით ზარი ეთერში. გაითიშა. გაითიშა, კი ბატონო. და ამბობს ამ დროს პარალელურად, რომ აი სააკაშვილის დროს მოხდაო, მხოლოდ დარღვევებიო. არაერთი დარღვევა შემიძლია მოვიყვანო, ხომ? გნებავთ ერეკლემდე, ერეკლეს პერიოდში 1801 წლიდან რომ დაიწყო გეგმა ზომიერად. ქართლ, კახეთი, გურია, სამეგრელო ეტოპები, ყველაზე ბოლოს იმერეთის სამეფო ასე თქვათ კარი დაამხეს და ტახტი ასე თქვათ ჩამოგვართვეს. სკიპტრა წაგვართვეს და ავტოკეფალია წაგვართვეს. ეს აბსოლუტურად არ ეწერა, არსად არ ეწერა გეორგიევსკის ტრაქტატში, ის იყო პარიტეტულ პრინციპზე და ფარველობა უნდა მიგვეღო ჩვენ, არა ჩვენი საკუთარი უფლებების შელახვით, არა, აი ესე შეერთება და ის რაც პროტექტორატი ვითხოვეთ ჩვენ და მაგათ სათავისოდ გაიგეს. ზარია. ალო. დიახ, გამარჯობა. ისმენთ. გამარჯობა. ისმენთ და მინდა ვეძებ აი ეს ეშმარის ქართულად მოლაპარაკე პატრიოტებს მოგილადებს და ყველა უბრალოდ დავიწყოთ პირველ რიცხვიდან რომ მისთვის ქართული ენა ან პირადად ჩვენ ბატონო ესე გესაკვირებას რომ აი ფობიას მაგივრად იხმაროთ სიტყვაში და ნარატივის მაგივრად იხმაროთ დღის წესრიგ ეშინ რაც რომ თქვათ ხალხურ ენაზე კანცელერია თვითონ ხელისუფლება მიხმარა ეს არა პატივცემულო ფობიას აუხსენით ხალხს ასე ყოლა ხალხი ფობია კი არა შიში თუ გეთანილება, თუ გეშინიათ, რომ მინდა გენდოს, მაგრამ უბრალოდ უკვე ამ სიტყვების შემდეგ, კარგავს თქვენ გამინდობა. თვითონ კოლბახიძე მთქვი. პირველად შედავ ალბათ ამ ადამიანს, რაც მე უყურებ, თქვენ გადაწყვეტ. აი, უყურებ იმედს. აი, იმედი მესახება, რომ ეს ადამიანი მაინც არის ლაპარაკებს, ასე ფობია და ასე არ გააბინძურებს ენას. ვაშტაკობა დეპუტატს ილაპარაკეთ ქართულად. თქვენ ეთერში დარჩებით ცოტა ხნით, ხალბატონო. გასაგებია თქვენი მისია, თქვენ არ უყურებთ ობიექტივს, ეს თქვენი პირით თქვით და თქვენი მისია გასაგებია. როგორ რაზბრძანებთ ჩვენს, ასე ვთქვათ, ქართველობას, ჩვენს ერთობას და ჩვენს, ასე ვთქვათ, ბრძოლას მართლა, რასაც კვლავ ვითარებთ, ეს არ არის არასდროს დაპაუზდება, ის ნაკლი მოუძებნეთ და ის ხინჯი დაინახეთ, მხოლოდ რომ ჩვენ თურმე ქართული ლექსიკით ავსაუბრობთ. ლექსიკაც და მრავალი თქვენ რომ ქართულ ენაზე საუბარი გონიათ, ისიც არ არის ქართული. ეხლა სხვა ფორმატი გვაქვს ჩვენ, თორემ კონკრეტულად თქვენ რომ ქართულად შეიძლება მიგაჩნდეთ, მე გეტყვით რომ საფუძველი და ფუნდამენტი ასეთი სიტყვებისა არაა ქართული. და ფობია ეს სამედიცინო ტერმინოლოგიაა, პატივცემულო. გადახედეთ, კარგად ჩაიხედეთ. ჩაიხედეთ, ფობია საერთაშორისო ენაა. ზარი შემოუშვათ ეთერში. ტოჟე мне გოგებაშვილი. მაპატიეთ სლენგზე. ზარი შემოუშვით ეთერში. ალო. დიახ. გისმენთ? ისმის შემიხმა. დიახ, ისმის. გამარჯობათ ისმის, გააგრძელეთ. გელოდებით. ალბათონს ეთყობა ის მოსწონდა კულტურის მინისტრი რო გამოდიოდა სიტყვით და თითო წინადადებაში რამოდენიმე ინგლისური ენა რო ქონდა, ამაზე პროტესტი არა აქვს ჩვენთან. და ეს ფობიაც თვითონ მთავრობის მეთაურმა იხმარა დღეს რამოდენიმეჯერ და ჩვენ ვციტირებთ მის განცხადებას, ხო? თქვენ წმინდანებს თუ ეძებთ ოპოზიციაში, წმინდანებს ვერ იპოვით. წმინდანობა და კანონიზაცია შემდეგ შესაბამისი პირობებით და შემდეგ მოხდება აქ განსაკუთრებულ ღვაწლზე უნდა იყოს საუბარი და ამის ამბიცია არავის არა აქვს. პირიქით, თავმდაბლად
ვცდილობთ ვიყოთ. რაც შეეხება ქართულ საუბარს და ქართულ ლექსიკას, აი როგორც ობიექტივის ეთერში საუბრობენ, ასე ისაუბროს იმ არხმა, რომელსაც თქვენ გაცილებით ხშირად უყურებთ და თქვენი პირით თქვით, რომ მე საერთოდ არ უყურებ ობიექტივსო, ეხლა გადმოვთეო თუ რაღაც მსგავსი. კარგით, მაინც მადლობა ზარისათვის. რა თქმა უნდა, შეგონებას ჩვენ ვღებულობთ, მაგრამ სულ სხვა სურნელი დასტრიალებს პატივცემულებო და ის ბავშვები არა ვართ, რომ ეს ფოჩიანი კამფეტი ვჭამოთ. ეგრე არ არის ჩემო ოთარ. ხო, ნუ აქ ცოტა სხვა რამესთან გვაქვს საქმე. დღეს ზარია ისევ შემოუშვათ. მე ისევ მეგელაპარაკებით მაპატიეთ მე ამღელვი ძალიან, იმიტომ რომ ხმა სამწვენისას ხედავ ჩვენში და სწორედაც რომ ზუსტად მთავრობა არ უყურებ არ ოპოზიციას არ უყურებ მთავრობას საერთოდ ვერ ვიტანდა ერთადერთი იმედის შევით თქვენ აი ეს ობიექტივი კიდევ აი ესეთი ქართული არხები სადაც ადამიანი იმედით შეუყურებდა ეგ მეცნიერი რომ თორია ახლა საერთაშორისო სიტყვა და ბევრი საერთაშორისო სიტყვები არის საკულ ენაში მაგრამ ეს ის მან შევიდარჩინოთ რაც იყო და კიდევ ყოველდღიურად ახალ ამ სიტყვებს ვუმატებთ I want to when I because from me, started to put a place in much and classic or here. Make 20 put a people, we made into that. Each of us has met me. Rasa, Rasa says, Using opposition, robot chicken in the toilet. Where's the cartoon? Where's the document? How I feel cartoon? Where's the clear cartoon? Bici ბევრი სურფული სხვა, ბევრი სიტყვები გვაქვს, შევინარჩუნოთ თუნდა კარგი, რასაც სურია მიცხოვრი და არ არის საჭირო კიდევ ახალი და დიახ ქალბატონო, გასაგებია, მადლობა, თქვენი პირველი ზარი და მეორე ზარი რადიკალურად და როგორც სადამ დედამიწა ისეთი სხვაობა იყო, თუმცა მინდა გითხრათ, რომ არც პირველი ზარის შინაარსით დავთრგუნულ ვართ და ჩემი პასუხიც არ იყო იმ სიხისტის, რომ და ასე ვთქვათ, რაიმე შეურაცხყოფის ნატამალი ყოფილიყო, პირიქით შეიძლება მსგავსი თქვენგან ყოფილიყო, ალბათ უნებურად. მადლობა, მე ვაფასებ თქვენს მეორედ დარეკვას ეთერში და რასაც ბრძანებთ, მაშინ თქვით პირველად გადმოვთეო, მე სულ გიყურებ თუ ეხლა, რა ვიცი, აი მეორე ნაწილში გეთანხმებით, მეორე ნაწილში მოგყვებით და კიდევ მეორედ მოგიხდით მადლობას ზარისათვის. კიდევ შემოუშვათ ზარი. ზარია. გამარჯობათ. მე ამ ქალბატონს მინდა გამოვხმაურდო. პირადად პირველ ნაწილში რა თქმა უნდა ობიექტივს არ აქვს თვლი რომ ჩაგიჯიბოთ ჯიბეში და 24 საათი ახლოს და ახლოს და ვინც ჯიბებს ჯიბეში აი ეს რეპეთ რა შემოგევლე რა ხალბატონო აფირისტი ნუხარ ჯერ გრახასი და ხიმერე კაისი ძახი შეხარ აფირისტი კარგით მადლობა ასეთი მკაცრები ნოვიქნებით მართლა ესეთი მკაცრები თქვენს ვერსიას და თქვენს ლოგიკას შეიძლება გქონდეს, რა თქმა უნდა, არსებობის უფლება, რადგან თქვენია, მაგრამ დავზოგოთ ერთმანეთი და ასე, შევკმაზავთ. რაც შეეხება მე ასე ვთქვათ, აკი კლავზარია მოგძანდით. გამარჯობათ. ეთერში ხართ. გამარჯობათ. რუსეთის სამდო არადროს არ ყოფილა, ხო? ამას ამბობთ. არადროს არ ყოფილა, არც ეხლა გაითიშა ოთარ. და ამაზეც იყო სხვა შორის დღეს საუბარი, რომ სანდოც არ არის და ძალიან მეგობრულიც არ არის, ხო, რასაც ვხედავთ ჩვენ. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით
და გვესმის სახელმწიფოს მთავრობის მეთაურისგან, რომ ჩვენ ქვეყანას თურმე მტრები არ აყავს. რა ჯობია ამას თუ მართლა მტრები არ აყავს, მაგრამ რასაც ვხედავთ ჩვენი ზოგიერთი მეზობლის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასე ხელაღებით არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ მტრები არ აყავს. აბა ჟურნალისტმა კითხა, რო ახსენებთო სიტყვა მტრებს ვის გულისხმობთო და deep state-ს გულისხმობო. საოცრება, აი მწვერვალია უმეცრების. უსმინე ხო დღეს ეს მწვერვალია უმეცრების. და რა ვიცი ეს deep state-ი რა ზარალს აყენებს ამ ჩვენ ქვეყანას ისეც კი ხა მართლაც ძალიან ბევრი რეზოლუცია მიიღო ეს deep state-მა თუ ევროკავშირმა თუ სხვა სტრუქტურებმა დღეს ბოლო ის იყო თუ ვიცი რეზოლუცია ევროკავშირის სადაც ისევ დაგმობილია ჩვენი ხელისუფლების ბოლო წლების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები, რომელიც ეხება ისევ ესე იგი პატიმრების განთავისუფლებას, ეხება რეპრესიულ კანონმდებლობის შეცვლას, ეხება ადამიანის უფლებების შელახვას, ეხება იმას, რომ არა არც ერთ საქმე გამოძიებული პრაქტიკულად მართლმსაჯულების ხო, საერთოდ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას და ამ მიმართულებით რომ არნაირი ნაბიჯი არ იდგმება. ნუ ეხა თუ ეს არის მტერი რომელიც ჩვენ გვეუბნება რომ ესე იგი რეკომენდაციას გვაძლევს რომ ჩვენ შევიცვალოთ ჩვენმა ქვეყანამ შეიცვალოს კურსი და აი ამ პრობლემებს მიაქციოს ყურადღება და შეძლების დაგვარად ის გამოასწოროს და ამ მიმართულებით რომ არაფერს არ ვაკეთებთ და უბრალოდ მხოლოდ მტრებს ვეძებთ და რაღაც deep state-ს დავარქმევთ ამას თუ არ ვიცი რა უბედურებას ყოველ შემთხვევაში ეს არნაირ სიკეთეს საბოლოო ჯამში ჩვენ ქვეყანას არ მოუტანს და თქვენ რაც გინდათ ის დაარქვით ჩემო ძვირფასო ხელისუფლება. ცინიზმი რა არის იცით ოთარ გენაცვალე რომ აი ხანძარი რომელიც დიდი ხანია დანთებულია ქვეყანაში და ხვდება ტელემაყურებელის და რადიო მსმენელის რას გულისხმობ ეს პიროვნებები ახლა 13 წელი მე 14 წელი რომ ბრძანდებიან ხანძარს კი არ აქრობენ ლოკალურად რაღაცას ასე ვთქვათ თითქოს გააჩერებენ ხანძარი კვლავ მძვინვარებს შეიძლება დაწვა ერთი ქოხი სახლი სხვა ინფრასტრუქტურა და მოგვიტრიალდებიან ჩვენ და გვეუბნებიან რომ აი ხედავთ მათმა დანთილმა ხანძარმა როგორ წაგულეკა როგორ დაგწვა და როგორ გაგვანადგურა რატომ არ გამოიჩინეთ სახელმწიფოებრივი მიდგომა სიტყვის პირობა რომ დადეთ რატომ არ შეასრულეთ რომ რეჟიმი უნდა გასამართლებულიყო და აღარ იქნებოდა ესეთი პერფორმანსები მართლაც სარისკო და ანტისახელმწიფოებრივი რაც ჩაიდინა გიორგი ბარამიძემ. დიახ, რაც მაშინ ჩაიდინა, მაგრამ ეხლა რაცა თქვა, ჩვენ გვიხედნით ყურს და ამის მანიპულირებით ცდილობთ რაღაც იქ თითქოს რუსოფობიის კენ დაგვანახოთ რეალობა და გაილაშქროთ რუსოფობიის ასე ვთქვათ ფობიის მიმართ და ეროვნული პოზიციონირებით თითქოს ადამიანები დააჯეროთ ეს თქვენს ბრალეულობას თქვენს თავში ეძიეთ და თქვენი ბრალეულობის უფრო მეტი ხაზგასმა კეთდება რადგან თქვენ რეჟიმი არ გაასამართლეთ და არ აკრძალეთ ის პარტიები და ის ზალა რომელმაც მხოლოდ დიდი უბედურება მოუტანა ამ ქვეყანას ძალიან დიდი უბედურება და ამ უბედურებას თქვენ აგრძელებთ არა მხოლოდ პირობის დარღვევით არამედ თქვენი ხისტი პოლიტიკითაც თქვენი არაეროვნული პოლიტიკითაც რამდენჯერ უნდა ჩამოგითვალოთ წმინდათა წმინდას მიწასყიდით გვედალოცვილებო ბევრი გადაუფორმეთ უკვე და ასე შემდეგ ზარი შემოუშვით ეთერში ზარია გისმენთ დაუწიეთ ბოლომდე და ისაუბრეთ ეთერში ხართ გაითიშა სამწუხაროდ და გიორგი ბარამიძეს რაც ეხება რა სხვა რამე სიტყვა და კონკრეტულად ძალიან ბევრი საზიანო განცხადება მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში როგორც ხელისუფლების მხრიდან ისე ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან და ეს
ნამდვილად სწორედ ჩვენი მტრების წისქვილს ასხავს წყალს, რომლებიც მე ავცელებენ სხვა განცხადებას ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და აი სამდე მოვედი. ხა გინდ უჩივლებ არამიძას იმაში პროკურატურაში და გინდ აღძარის საქმე და გინდ მათ და გამოაცხადეს სამშობლოს მტრად თუ არის ისედაც ვიცით რა არის ხო ის ბარამიძეს და მისი თანაგუნდელებიც ხო კარგად ზარია ეთერში და შემოუშვათ ეხ ზარი ეთერში ხართ შემოუშვათ ეთერში გაითიშა და რაც შეეხება იმ განცხადებას რომ ერეკლის დროს იყო ყველაფერი დალაგებული რუსეთთან და ეხლა აირიან, ну მაშინ საერთოდ არ უნდა იცნობდე ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ისეთი განცხადება რო გააკეთო. ზარია ისევ ეთერში ხართ? სამომშვიდობით ბატონებო, მაგალითად ბარამიძეს გაწაგებია და ისაც საშიში არის ხო რომ ბიზნესს გამოაცხადა ბოდიში მოუხადო და შეიძლება ეხლა გაგრძელება შეთანხმებულად მე მესმის თქვენი პარალელი, თუმცა უშუალო გაგრძელება, ესე თქვა და ესეთი ავთენტურად და იდენტიფიცირებულად შესაძლოა ეს ასე არ იყოს, შინაარსობრივად, რა თქმა უნდა, გეთანხმებით, შინაარსობრივად ბარამიძეს სიტყვის იდენტური არ იყო კობახიძის სიტყვა, მაგრამ თვითონ პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ ტრები არ აკვავს და თუ მტერს უწოდებთ, მაშინ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ჯერ ერთი რისი მოქმედების საშუალება გაგვაჩნია დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ის მამაცი, სიმამაცე, მხნეობა, გნებავთ კლავი ძლიერი, მაგრამ კლავი ძლიერი ერთდროს ჭრიდა. დღეს სულ სხვა ტექნოლოგიებია. დღეს სულ სხვა სივრცეა და ამ კუთხითაც რა თქმა უნდა ვერავარ საამაყოდ სამწუხაროდ ასე რომ ის რასაც კონკრეტულად საზოგადოებას ასმენინებთ და მერე მანიპულირებთ თქვენს თავს მოკითხეთ რადგან ბრალეულობა მხოლოდ თქვენია მაგ ადამიანებს დიდი ხანია იცნობს საზოგადოება დიდი ხანია მათი ლექსიკაც იცის და მათგან უკეთეს არაფერს არ მოელოდება ზარი შემოუშვით ეთერში ეთერში ხართ. ძალიან ცუდად ისმოდა ბანკი კი აღნიშნეთ და ახსენეთ მაგრამ საბანკო პოლიტიკაც ერთ-ერთი დამოკლეს მახვილია ოფიციოზის თავზე ყველა ქვეყანაში და ისეთ ქვეყნებში რომლებიც განვითარებით მაინც და მაინც მეწინავენი არ ბრძანდებიან აი საპროცენტო განაკვეთი არის უმცირესი და ხალხის ინტერესზე მორგებული რასაც ვერ ვიტყვით ჩვენ რა თქმა უნდა Liberty Bank-ზე და აბსოლუტურად ყველა ბანკზე 34-16%-მდე ადის ლამის ასე ვთქვათ ეს მათი განაკვეთი და საერთოდ ნებისმიერი კრედიტი, რომელსაც წლობით იხდის პიროვნება, ეს პენსიონერი იქნება თუ არა პენსიონერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების წელში გაწყვეტის პოლიტიკა. ადრეც მოგახსენეთ, რომ კვიპროსში არის 1%. მინიმალური 1% არის სხვადასხვა ბანკი, არაერთი, რომელიც 1%-ში ასე ვთქვათ პოზიციონირებს და უпростоრად ხალხთან ურთიერთობს. ეს კრედიტი იქნება თუ ასე შემდეგ. აბა შეადარეთ ეხლა, თხამ ბანკი ახსენეთ, ხომ? აი საბანკო საბახშო სისტემამ დააკაბალა საქართველო და რეალურად მესმის უკმაყოფილების ტონი ჰქონდა, თუმცა შინაარსი ვერ გავიგეთ, რადგან ძალიან ცუდად ისმოდა ხმა. ზარია ისევ გისმენთ ეთერში ხართ. მოგესალმებით, მეგობრებო. მოგესალმებით. გამარჯობათ.
ასეთი აზრი უნდა მოგაწოდოთ. Ძანეთ. ჩვენი ქვეყანა დღესდღეობით იმართება ერთი კაცის კრნით. გისმენთ. ფორმაცია. ჩვენ სახელმწიფოს აქვს უშიშროების საბჭო. როდისმე გაგიგია რომ უშიშროების საბჭო შეკრებილი იყოს და რაღაცა სტრატეგია გამოიყენებინოთ ქვეყნის საგარეო სტრატეგია. ხომ არ ყოფილა? დიახ. ამიტომ თქვენ აი გავლენა გაქვთ ისეთი რომ მიაწვდინოთ ბატონი სუდად ისმის. ბატონო ვის მივაწვდინოთ? ივანიშვილს რომ შექმნათ რაღაცა საკონსულტაციო საბჭო ან ეს უშიშროების საბჭოში დაიბაროს, მოიწვიოს, როგორ ქვეყანაში არ ყავს მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც მიაწვდიან სწორ დათვლიან სწორ აზრს და მიაწვდიან სასარგებლო და ქვეყნის სასარგებლო აზრს. საერთო გამომუშავებით, საერთო ესე იგი საერთო აზრი გამოიმუშავონ და ისეთ აიყვანონ ქვეყნის პოლიტიკა. განაეძლია კაცო. დიახ, მადლობა ამ კითხვისათვის. თუმცა მინდა გითხრათ, რომ არა თუ მივაწვდინეთ ჩვენ პატივცემულო და რომელიც საკონსულტაციო, საკოორდინაციო საბჭოც კი შევთავაზეთ საერთოდ. ჩვენს პოსტებს, ჩვენს ეთერს, ქალბატონი ირმას, ბატონ დავითის გამოსვლებს თუ უმზევა, ასე თქვათ, ადევნებთ თვალყურს, ხომ? იქ არაერთი მოწოდება ყოფილა, რომ საერთოდ დღევანდელი ტრაგიკული ყოფა ძალიან აი გვაახლოებს რაღაც სიცუდესთან, ეს უსიყვარულობა, ეს გაუტანლობა, ეს დიდი აგრესია ერში, როგორ დაგროვდა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩვენ რა გვესმის, ხომ? მასმედიით. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი კრიმინოგენური ვითარება როცა იმატებს, პასუხისმგებელი უპირობოდ ხელისუფლებაა და აბსოლუტურად ყველაფერზე და რაც ბიძინა ივანიშვილს ეხება, ეს კაცი პატარა არ არის ასაკით, დიდი გამოცდილების ადამიანია, შესაძლოა დეტალებში ზოგჯერ იყოს შემცდარი და უпроსტურად შეცდომაში შეყვანილი თავის ნაზირვეზირებით, მაგრამ ძირითად პოლიტიკას რა ტრაგიზმიც მეფობს საქართველოში, სწორედაც მისი პროექტი ჰქვია. ასე რომ როგორ გითხრათ, აბა რა მივაწოდოთ, როგორ თვითონ გვაწოდებს პატივცემულო, თვითონ აქეთ გვაწოდებს ყადაღას, აქეთ გვაწოდებს მარწუხებს, აქეთ გვაწოდებს მეგობრების დაჭერას, სრულ იგნორს ზოგჯერ, შუა გაკრეფას, აგერ კაცი დაიჭირეს, აგენტობას წამებენ ცილად და ვერც უმტკიცებენ და ასე შემდეგ. ჩვენ მეტი როგორ მივაწოდოთ? მადლობა ზარისთვის, რა თქმა უნდა. ისე კეთილშობილური აზრია და უფალმა ინებოს, რომ გონების თვალი აეხილოთ ყველას, აბსოლუტურად. 130,000-ზე მეტ ადამიანს ოთარ სოციალური დახმარება მოუხსნეს. და უცებ გამახსენდა მათი ახალგაზრდა ერთი მეოცნებე დეპუტატია, თუ არ ვცდები ახალგაზრდულის თავმჯდომარე იყო, არ ვიცი ახლა გვარის სახელი რა მნიშვნელობა აქვს მის სახელსა და გვარს, ესეთ რამეს ბრძანებდა, დეპუტატია უკვე, პარლამენტარია, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ კეთილდღეობით ვართ ევროპაში პირველ ადგილზე, ხალხის კეთილდღეობით და მსოფლიოშიც მეწინავენი ვართ, რა თქმა უნდა, საერთოდ ყველა ინდექსით, ეკონომიკური პარამეტრებით, ასე შემდეგ. აი წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა კაცი საუბრობს. ახალგაზრდა კაცს ხო უნდა ყავდეს ასევე ახალგაზრდული ელექტორატიც ნაწილი მსმენელად. აი ჯერ თვითონ ამ ახალგაზრდამ რა დაგიშევათ, რომ ასეთ დღეში ჩააგდეთ კაცს. გასაგებია თვითონ მიიღო, თვითონ გამოხატა ემპათია, თვითონ დაიჯერა დაუჯერებელი და თვითონ სურს ასე, რომ მოიტყუოს, მაგრამ სრულ გასახანს ამ დიდ ტრიბუნას რომ აძლევთ,
აი აქაც რამხელა აშკარა და ამხელა რამდენად დიდი ილუსტრაცია საერთოდ თქვენი არასახელმწიფოებრივი პოლიტიკის 130,000 კაცზე მეც სოციალური დახმარება მოუხსენით და რატომ? იმიტომ რომ გამდიდრდნენ. ზარი შემოუშვით ეთერში. გაითიშა. ამის გარდა იმისა, რომ 130,000 კიდე ჩვენი ხალხი, რომელიც ესეთ გაჭირებულ მდგომარეობაში ჩავარდნილი, რომელიც დიდი ნაწილი წავიდა ევროპაში, დიდი ნაწილი დღეს რუსეთშია, რუსეთიდან უკვე თანხებს ვერ რიცხავენ. რუსეთმა დაბლოკა ყველა გადმორიცხვა საქართველოში. ამას იმით ასაბუთებენ, რომ როგორც თავისი ფულის, ისე უცხოური ვალუტის გადინება არ უნდათ ქვეყნიდან. და ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენი ხალხის მდგომარეობა, რომელთაც ის ჩვენი ხალხი ინახავდა აქ თავის ნათესავებს, რა დღეში აღმოჩნდებიან, ხო? ბუნებრივია. და ამას დაემატა კიდე, ეხლა ეს სოციალურად დაუცველების კი ბატონო. ანუ ათასობით ადამიანს რომ მოუხსნეს სოციალურად. ძალიანად იმდენად კოლაფსური ეკონომიკური პოლიტიკა გაქვს. ზარი შემოუშვათ პირველ რიგში და მე გავაგრძელებთ. ეთერში ხართ, გამარჯობათ. გამარჯობათ. სანამდე რუსეთს არ დაველაპარაკე, არაფერი არ გეჩვენება. დიახ, გააგრძელეთ, გისმენთ. იმიტომ რომ ჩვენ ტერი ძევრი ხარ, საერთოდ ყველა საერთო ტერია. კუკუევა ვიცარი, მაგრამ მაინც რეზერვები არიან და უნდა შევხვდე თელი სახელმწიფოდან მეთაური გინდა რუსი იყო, გინდა თურქი იყო, გინდა პასტი იყო. თორე მოჩერებული არის თუნდაც თუ რუსეთი დაამარცხეს ჩვენი საქართველოს აღარ გვექნება. მე ასე მჯერა. პატივცემულო. დიახ. კარგია ეთერში რომ ბრძანდებით. საერთოდ ქვეყნის მოსპობა, არ მოსპობა, გადაშენება, დარჩენა ეს ცოტა მეტაფიზიკური მოვლენებია და მხოლოდ გამჭრიახ გონებაზე და ასე ვთქვათ მილიტარიზაციაზე არაა დამოკიდებული. აქ ღვთისგანგებულება უდაოდ მოქმედებს, თორემ დაწყებული ფინიკიელებიდან, ხეთები, შუმერები, პელაზგები, მიდიელები და არაერთი ერი აღიგავა პირისაგან მიწისა. როცა საერთოდ რუსეთი ჩანასახშიც არ იყო. და ასე რომ თუ რომელიმე ერი თვით განადგურების რეჟიმში დგას, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გამოთქმა, რაც მოგივა დავითაო. ჩვენ ძალიან დიდი სურვილიც რო გქონდეს, ეხლა რომ აი ყველა მტერზე გავამარჯვებიოთ რუსეთს, რაიმე შეგვიძლია? ჩვენი თავის დაცვა შევძლოთ ოღონდ და ეს ჰეგემონი სახელმწიფოები ერთმანეთში კიდევ გარიგდებიან. კიდევ დაისაუბრებენ რაღაცას, უბრალოდ ჩვენ უნდა გქონდეს ის პოლიტიკა ყველა მიმართულებით, რომ აპრიორი პირველ რიგში იყოს მისი აღმატებულება, ქართველი ერის ინტერესი გათვალისწინებული. დიახ, და აქედან გამომდინარე გიპასუხებით მხოლოდ, რომ გავიგე, რომ რუსეთი თუ სადმე რამეს წააგებს, თავის თავს დააბრალოს. არა, ჩვენ დაგვანადგურებენ შემთხვევაში და ქვეყანა არ გვექნება. მესმის ეგ საფრთხეები, დიახ. ერი აღგათ, არა, გაერთიანებული. მე მაგალითად არ მომწონს თბილისი არ გავს. როგორ შეიძლება ალაგმული ასეთი ხალხი ახალგაზრდები დაფასდება, რა ვიცი, მე მინდა რომ კარგი ახალგაზრდა მოვიდეს. ჩვენო ვერიგებობით უბრალოდ აპენსიებით უბრალოდ უბრალოდ და ენი დავნება ჩვენოდა. გაიხარ. ჩვენოდა არასოდეს და მაგრამ მაინც გაიხარ. დიდი მადლობა. მართალს ბრძანებ, დიდი მადლობა. გამოეხმაურეთ თქვენს ოთარ. ცუდად ისმოდა ბოლოს და დიახ, არა, საერთო შინაარსი ეხლა პიროვნებამ რაც თქვა,
რაღაც ეგზისტენციალური საფრთხეები დაინახა. ამ ეგზისტენციალური საფრთხეების გამო იყო სწორედაც გიორგიევსკის ტრაქტატი, ბორის, ასე ვთქვათ, გოდუნოვის პერიოდში რომ იყო კიდევ ალიანსი, რომ როგორმე მფარველობა მიგვეღო. რომელიც თურმე არ დარღვეულა და მართლაც ეს რაღაც ახალ ისტორიას წერენ თუ რა ხდება ვერ გავიგე, ჩვენ ვილაპარაკეთ უკვე რომ ეს მოხდა ეს ამბავი 1793-ში და მე ერეკლე მეორის მეუღლე დარეჯან დადიანი სხვა შორის ზუგდიდიდან იყო, ჩემი სოფლიდან იყო, ჭკადუაშიდან, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა ერეკლეს, რომ ხელი არ მოეწერათ გიორგიევსკის ტრაქტატისთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრ ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებდა ჩვენი ქვეყნის მომავალზე და ის არ ყოფილა თლად ბოლომდე არ შემცდარა და ეს გაიგეს რა თქმა უნდა რუსებმაც და შემდეგ გაიწვიეს დარეჯან დედოფალი და რუსეთში და დღეს ის სანქტ-პეტერბურგში არის დაკრძალული. Ну, მე რაც მოხდა 1801 წელს ეს უკვე როგორც ჩვენ ვითხოვეთ პროტექტორატი და ძალით შემოგვიერთა იმპერიამ, ну, ამის შედეგებს დღესაც ვიმკით, ამიტომ ამაზე საუბარი რა ვიცი, ისტორიკოსებმა კი არა მხოლოდ ყველას ვინც აქვს საკითხი, ვისაც აქვს საკითხული ჩვენი ქვეყნის ისტორია, შეუძლია თავის შეფასება გააკეთოს. Ну, ხელისუფლება ასე ხედავს ყოველ შემთხვევაში. რასაც ჩვენ ვთვლით, რომ ნამდვილად არასწორია. კი ბატონო. და ну, ძალიან ბევრი არის სასაუბრო ამაზე დრო აქტიურად სამწუხაროდ ამოგვეწურა და შემდეგ გადაცემაში იმედია მოვახერხებთ. კი ბატონო, გავშლით, კი ბატონო. ჩვენ დაგვრჩა წამები პატივცემულებო. დიდი მადლობა უფალს შემოქმედს ყველაფრისათვის, უპირველეს ყოვლისა მადლობა ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს, ტელევიზიას, მადლობა ტელემაყურებელსა და რადიომსმენელს. მომავლის იმედით და მხნეობით, დაგემშვიდობებით ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდეთ.